ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. აი ესეთი სილამაზის ბროწეულის ხე, რომელიც ნიშნავს აღორძინებას, წარმატებას, სიხარულს, ბედნიერებას, ხვალს, ბარაქას, აი ესე გესალმებით. აქედან სიყვარულით მოგიკითხავთ და ჩვენი რუბრიკა, რა თქმა უნდა, პირადულზე, იმიტომ რომ სხვა თემები ნუ ყველას არა, მაგრამ უმრავლესობას არ გაინტერესებთ, არ მილაიქებთ, არ მწერთ კომენტარს, თუ რა თემები გინდათ, თუმცა უკვე დიდი ხანია მაქვს ეს არხი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, პოპულარობისთვის არ მაქვს, ეს არხი მაქვს თქვენი ცნობიერების გასაძლიერებლად, ანუ ეს არის დამხმარე არხი თქვენთვის, თქვენ ყველასთვის, ვინც უყურებთ ჩემ ვიდეოს, ხართ შემოსულები ჩემ არხზე, იმიტომ რომ დაგეხმაროთ აი ამ ახალ უმაღლეს ენერგიებში, რომ შევიდეთ, რომ არ გაგვიჭირდეს ბევრი რამის მიღება, გააზრება, გაანალიზება, რომ ვიყოთ ერთგულები, გულწრფელები, სიმართლის დამცველები პირველ რიგში, იმიტომ რომ ანუ ეს ენერგიები ითხოვს, ეს სულიერების ერთ-ერთი აი ესეთი დამადასტურებელი ფაქტია, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, ხა ადრე თუ გამოგვდიოდა, მე ხა თქვენ არ გულისხმობთ, რა თქმა უნდა, ზოგადად ვამბობ, რაღაც თვალთმაქცობა, რაღაც იქ მოტყუება, რაღაც სარგებლობა ამიდან იმიდან, ეხლა უკვე, ანუ ესეთი სიტუაცია აღარ იქნება, იმიტომ რომ თვითონ ბუნებამ და სამყარომ მოიტანა ეს ენერგიები, რაც ნიშნავს, რომ გულწრფელობა, პატიოსნება, სიმართლე, რაც მთავარია, სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს, იმიტომ რომ იმდენად გადააჭარბა, ხო გითხარით უკვე ყველა ვიდეოში ვამბობ ნეგატიურმა ენერგიამ, სიცრუემ, ტყუილმა, ამ მატერიალურმა, რომ ესე იგი ჩაფლულები არიან ადამიანები და სულს კი არა ყველაფერს ყიდიან მატერიალური კეთილდღეობისთვის, რა სამშობლოზეა საუბარი რა. იმაზე რა ქვია, შენიერის გამრავლებაზე, ან საერთოდ ყველანაირი ფასეულობა, რომ იტყვიანა, ამოვარდნილია მათ მენტალიტეტში, არა თუ ქართველობა, არა თუ სულიერება, არა თუ იგივე ეროვნულობა, არაფერი არ გააჩნიათ, ნუ უმრავლესობას, ხო? ყველას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, და ესეთი ადამიანები ავტომატურად ამოვარდებიან. ეხლა უნდა ვთქვა პირდაპირ, მე არ მიყვარს მოკიბულად საუბარი, ყოველთვის საუბრობ იქიდან გამომდინარე, რა ცოდნებიც, რა პროფესიაც მაქვს და რა, ასე ვთქვათ, მოღვაწეობასაც აგერ ასე თუ ისეა, ეზოთერია იქნება ეს თუ კიდე სხვა სამეცნიერო ბევრი დარგების მცოდნე ვარ და ვათვალიერებ და სულ ვმუშაობ ჩემ თავზე და რა თქმა უნდა, სულ ყოველთვის მინდა ვიცოდე, რისი მომტანია ეს ყოველივე. ანუ მაქვს კრიტიკული აზროვნება და მაქვს კრიტიკული კითხვები ამაზე, იმაზე, რატომ ხდება ასე და ასე შემდეგ და ამ ადამიანებს უბრალოდ ესეთი კატეგორიის ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ, ავტომატურად ისინი ამოვარდებიან. მე არ ვიცი სამყარო მათ რას უმზადებთ, სიმართლე გითხრა, მეწოდებიან, იმიტომ რომ ის კატეგორია, თუნდაც ის ახალგაზრდები, თუნდაც ის რაღაც ნაწილი, ხო? წაიშლებიან და გაიქრებიან, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ შემოვლენ ამ ახალ იდეალურ, მაღალ ვიბრაციულ, ღვთიურ ენერგიებში, რომელიც დაკრისტალებულია. ეხლა თქვენ თუ ხედავთ, არ ვიცი თუ ჩანს, აი აგერ კრისტალები მაქვს, კრისტალოლოგიც ვარ, ვერ ყვევი ამ ყველაფერში, ამ ყველაფერს აქ ენერგია და ეს კრისტალები შექმნილია ჩვენთვის, რომ ჩვენ, ესე იგი, განკურნონ, ჩვენზე იმოქმედონ, თითოეული ფერიც კი მნიშვნელოვანია ჩვენი ჩაკრებისთვის, ჩვენი სულიერების განვითარებისთვის, მედიტაციისთვის, იგივე ინტუიციის გაძლიერებისთვის, ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ხო და მოვიდა ეს დრო, გესმით? მოვიდა ეს დრო და ის რომ სამყაროში ძალიან შეიცვალა ყველაფერი და რადიკალურად იცვლება
და შეიცვლება კიდე. ეს 2025 წელი ზუსტად მაგის მომასწავებელია. მე არ მინდა რომ ვთქვა ყველაფერი ხა დამთავრდა. არა, არ დამთავრდა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძღი, თუ თქვენ არ რეზონირდებით ამ მაღალ ვიბრაციულ ენერგიასთან, სულიერებასთან, თუ თქვენ იმ ძველ ყველას გვაქვს დანაშაული, ყველას გვაქვს ცოდვები, ყველას გვაქვს რაღაც ისეთი ჩადენილი, ის უნდა მოვინანიოთ. მოვინანიოთ ჩვენი სიკეთით, ჩვენი იგივე ქველმოქმედების გაღებით, იგივე ლოცვით, იგივე მუდარით, ვედრებით, სამყაროში მშვიდობის გაჟღერებით და ასევე მადლიერებით, ანუ აი ესე უნდა ვიყოთ, გესმით? სხვანაირად ანუ ვერ გადავრჩებით რა. აი უბრალოდ ვერ გადავრჩებით. ამას ითხოვს ჩვენგან ღმერთიც, სულიერებაც, ჩვენი მფარველებიც, სამყაროც, დედამიწაც, რომელიც ცოცხალია და ყველაფერი, ის სულიერი მშვენიერი არსებები და მთლიანად დედამიწა არის ცოცხალი პლანეტა, რომელსაც ყველაფერი ესმის და ის რესურსები, რასაც ჩვენ გვაწვდის, რითიც ჩვენ საზრდობთ, კვებავს, ის ნაყოფიც კი, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და საჭიროა ხილი, ბოსტნეული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ის ნიადაგი, რომლიდანაც აღმოცენდება ეს ყველაფერი შექმნილია ჩვენთვის ჰარმონიული ურთიერთობისთვის, ჰარმონიული სამყაროსთან დაცვით, ბუნების ძალებთან შეხმატკბილებით, ადამიანებთან საერთო გამონახვის, მეგობრობის და კეთილგანწყობისთვის და არა მტრობისთვის, შუღლისთვის, იქ რაღაცა არ ვიცი კიდე შურისძიებისთვის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არ გამოვა სხვანაირად და ამიტომაც იქცევა სამყარო ასე, იქ ვულკანებმა გაიღვიძეს, იქ ცუნამებია, იქ მიწისძვრებია, იქ ცეცხლი აქვს წაკიდებული ნახევარ ქვეყნებს და გაგრძელდება ეს ყველაფერი სამწუხაროდ. იმიტომ რომ აი ეს უარყოფითი ენერგია ამას გვაჩვენებს დედამიწა, ვერ ეგუება. და წაიყოლებს იმ ადამიანებს, ვინც იქნებიან წელს ქვემოთ ვეძახი მე მათ წელს ქვემოთ კატეგორიას. გვინდა არ გვინდა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის პირიქით, სულ ლოცულობ რომ ღმერთო ყველა გადაარჩინე, ნამდვილად ერთი ადამიანიც კი მემეტება, ერთი სულიც კი და მინდა რომ გადარჩეს, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ყველა თქვენთაგანზე, ვინც უყურებთ ახლა ამ ვიდეოს. ყველა თქვენთაგანზეა დამოკიდებული, რაც უფრო მეტი ვიტყვით, რომ ღმერთო, მშვიდობა მოგვიტანე, ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი, ჩვენი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები, ანუ საჭიროა, უნდა ითხოვო, პირველ ნაბიჯს შენგან ითხოვენ. ეხლა მეტყვით ლოცულობ ის მას ამას, არა, ლოცვა სხვა არის, შენი სიტყვით, გულიდან ამოსული სიტყვით უნდა თქვა, ზუსტად იმ ლოცვის მერე მიაყოლე. ხო? ანთელი ისი არ დაწვე, დალოცე ყველა. ეს ელემენტალური რაღაცა მაინც გააკეთე. თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში გველოდება ძალიან რადიკალური და ცუდი ამბები. პირდაპირ გეუბნებით, მე ხა არც ვანგავარ და თავი არ მომაქრო რაღაც ის ვარ, ჩემი ცოდნებიდან და ცნობიერებიდან გამომდინარე გეუბნებით. საქართველოს ნაკლებად ემუქრება, კი, ნამდვილად, მაგრამ ხო ხედავთ რა მდგომარეობაა. უმრავლესობა მაინც ვერ არის მოსული, მაინც აი ამ შურისძიებაზე, გაბოროტებაზე, ფულზე გაყიდულები არიან და ამ პროპაგანდას ყოველდღიურად მაინც ატარებენ და ესე იგი არ ჩერდებიან რა, რომ რაღაც სიცრუით, რაღაც ტყუილებით, რაღაც არ ვიცი, ინტრიგანობით ადამიანები, ანუ კი, მადლობა ღმერთს, ბევრმა გაიღვიძა და დაინახა სიმართლე, მაგრამ ძალიან ბევრს ძინავს. და აი გული მტკივა, როგორც კიდევ ერთხელ ვიძახი, კოვიდის დროს რო ხდებოდა და აი ყვიროდი, სადაც ხმა მიმიწვდებოდა, ყველას ვეუბნებოდი, არაიცრად გეხვეწებით, ეს არის ექსპერიმენტი, ეს არის ძალიან დასაზიანებელი შხამები. საშინელება თვითონ გაწერინებენ ხელს ვალდებულებას იხსნიან, გესმის, ეს უკვე მიმანიშნებელია, რომ მე ანუ ვალდებულებას ვიხსნი შენი ნებით გაწერინებს იქ ხელს, რომ ნამდვილად მე თანახმავარ ავიცრა. ანუ აი ეს სიტუაცია იყო, რომ დაიწყო 2020-დან, 2021-დან. მაგრამ
რამხელა წინააღმდეგობა იყო ჩვენნაირ კატეგორიაზე, რომ რას აღარ გვეძახდნენ, რათ არ გვრაცხავდნენ, ბნელი ხარ, ჩამორჩენილი ხარ, ის ხარ, ეს ხარ, ანუ გვემუქრებოდნენ, კვლელებსაც კი გვეძახდნენ. ძალიან მეწოდება ქართველი ერი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ 50 მილიონიანი და 100 მილიონიანი ერი, რომ ასე რაღაცა ბოროტ ექსპერიმენტს გავეწყვიტეთ, გესმით? და ეს ქართული გენი რომ მოეკლათ. იმიტომ რომ ქართულ გენზეა მთელი ნადირობა, ძველი გენია, ჩვენს გენეტიკაში, ჩვენი წინაპრული ძალიან ბევრი რამე დევს, რაც არ აწყობთ იმათ. ბოროტს ვიძახი, ბნელ ძალას. ნამდვილად არ აწყობს ადამიანების გამოგვიძება. ხო და უბრალოდ რა არის, იცით? ანუ თითქმის არ შეცვლილა ჩემთვის 2020 და 2021 რომ დაიწყო ეს ვაქცინაციები და აცრები, იგივე სიტუაცია ახლა, ოღონდ ტექსტი არის შეცვლილი. მაგრამ ეხლა საქმე ეხება შენს ქვეყანას, შენ ამ პატარა სამშობლოს, რომელიც შეიძლება გადმოვარონ და ერთ კვირაში საერთოდ გააქრონ და დაადუღონ და ეხლა ამაზე უკვე რა ვიცი. აქ ფულზე და მატერიალურ საკითხზე არ არის საუბარი და შენ ჯანმრთელობაზე. შეიძლება ვეღარც გაიღვიძო, ანუ ჯვარი გვწერია. აი ესეთი გეგმები აქვთ. მოკლედ და კონკრეტულად. და კარგად გაიაზრეთ რა ეს ყველაფერი რა. რამე დღის დღეს, ყოველი დღე არის დასაფასებელი. და თუ შენი ქვეყანა რა ვიცი, გაქრება და რუკიდან ამოიშლება, რა აზრი აქვს მაშინ? რომელ ქვეყანაშიც არ უნდა გადაიხვეწო რა? არ ვიცი, ნუ ახლა მე მაგალითად ჩემთვის ძალიან მწარეა აი ამის გააზრება. იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიძახი, პოლიტიკაზე აქ არ არის საუბარი. ჩემი ქვეყნის გადარჩენაზე, ყოფნა არ ყოფნა, საკითხავი აი ეს არის, ხო თქვა? შექსპირმა. აი ესეთი ვარიანტია. მაგრამ მე მგონი მივდივართ იქამდე, რომ რა ვიცი. მივდივართ იქამდე, რომ უმრავლესობა იღვიძებს. რუბრიკა არის ასეთი, ანუ ორი დასტავიღე, თქვენ აირჩიეთ აქედან პირველი, მეორე, აგერ ეს არის აი ესეთი მიწის სტიქის, მოყვითალო, ყავისფრო მინერალი, იასპი. და ეს არის ვარდისფერი კვარცი, ხო? აირჩიეთ, ან ისე ან ასე, ანუ ბოლო სიტყვები მისი, თქვენი და მისი შეხვედრის ბოლო ნახვის სიტყვების, აი რაც იყო, რაც გადარდებთ, აი რა დარჩა სათქმელი, რა არ გითხრათ, რა არ გაგანდოთ ამ ადამიანმა. თუ აირჩიეთ, ან დაუყურეთ ორივეს, ნუ დამილაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი გაშლები საერთოდ და დამიკომენტარეთ. მე ხო ენერგიას ვდებ ამაში. და თქვენი ლაიქი და თქვენი კომენტარი იქნება მადლობა. ყველაფერი ხო უნდა გაბათილდეს. ესე არის. უნდა დაბალანსდეს. ბალანსზე დგას დღეს სამყარო. დაიმახსოვრეთ ხალხნო და დავიწყებ პირველი ვარიანტით რა დარჩა სათქმელი. ანუ ბოლო ნახვის, ბოლო შეხვედრის, ბოლო საუბრის, ბოლო ტექსტური მესიჯის, ანუ რა არ გითხრათ, რა დაგიმალათ, რა დარჩა სათქმელი. ჩაიფიქრეთ ადამიანი. ჯერ ვნახოთ მისი ენერგია. ვინც ეხლა პირველი ვარიანტი ჩაიფიქრა. მოგესალმებით, პირველო ვარიანტო, იასპის ქვა არის მატერიალური მიწიერი და ასევე ქალურ ქვასაც ეძახიან. ნახოთ აბა, ვინ მოვიდა დღეს. როგორც გითხარით, განადგურებულია. ენერგიები აქ ძალიან დამაბრკოლებელი, ხელის შემშლელი, ომი წაგებული აქ და წაგებული კიდე, ანუ ბევრი რამე დარჩენილი სათქმელი და ბოლომდე გამოუთქმელი, რომ იტყვიან წავიდა ეს ადამიანი და ჩაიკეტა გზა, ანუ დარჩა გაყინულში, გამოკეტილში, სტაგნაციაში. და ძალიან დიდი დაბრკოლება. აი ესეთი ენერგიებით ამოდის, თუ რეზონირდება, გააგრძელეთ ყურება.
პირველო ვარიანტო, რა დარჩა სათქმელი მას თქვენთან, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს და შემოვიდა ჩემთან. რაღაც რომ მაწუხებს ხოლმე ყოველთვის უნდა ვთქვა ხოლმე წინა თქმა. რა ვქნა? მომიტევეთ, არ შემიძლია. მეც მაქვს ჩემი ემოცია, მეც მაქვს ჩემი აზრი, რომელიც უნდა გამოვთქვა. გაუმარჯოს საქართველოს. რა დარჩა სათქმელი, რა არ გითხრათ, ანუ რა არ გაგიმხილათ, რა დაგიმალათ მან. ჩემი სამშობლო თუ არ იქნება რა ამერიკა იყოს, ღმერთო მაპატია, ევროპა იყოს, სულ ფეხზე არ მკიდია ერთიც და მეორეც და გინდა რუსეთი მესამე კიდე ისიც მტერი. ჩემი პატარა საქართველო თუ არ დავიცავ მე ქართველმა რა ვქნა, აქ დავიბადე, აქ გავჩდი, აქაური ტრადიციების მინდა არ მინდა მომწონს არ მომწონს, ქართველი ვარ, ჩემ გენეტიკას ასეა, ჩემ სისხლში მაქვს ეს ქართველობა და ჩემი გენი მალაპარაკებს, ჩემი წინაპრები მალაპარაკებენ ზუსტად. მოვედით აქამდე, როგორ ასეთი პატარა ქვეყანა. რით მოვედით, აბა მიხვდით, აბა რამ მოგვიყვანა და ღმერთმა და ჩვენმა სარწმუნოებამ. და წყალობამ ღვთისამ, სხვა არაფერმა. გამახსენდა უცებ დავიჭერი. რა დარჩა მას სათქმელი, რა არ გაგვიმხილა. ადამიანმა, რომელიც ეხლა აქ არის. ოღონდ რა თქმა უნდა უხილავად. რა არ გითხრათ. კიდევ ერთხელ ვიძახი, ავანტყოფობას ეხება რაღაცა, ან ავანტყოფურად არის თქვენზე შეყვარებული და ვერ გივიწყებთ, ოჯახი ყავს ამ ადამიანს, ყავს შვილი. თუ ოჯახთან დაცილებულია, ეხა სახარბიელო კარკეტები არა აქვს პირადში, აქ გამოკეტილობას ხედავ ისე და დადარდიანებას და მარტოსულობას, გრძნობის ნიადაგზე, დაცლას ყველანაირად და თვითონ სტაბილურობის დაკარგვას ოჯახში, არ შენარჩუნებას მისი სიტუაციის, ხო? დარჩა სათქმელი ის, რომ შეიძლება ვერ ცილდება შვილის გამო, შეიძლება რაღაც დაბრკოლება თავიდანვე ენერგიაში ჩანდა აქვს, ავანტყოფურად მიწეპებულია, რაღაცნაირად მიჯაჭვულია ამ სიტუაციას, ანუ მაზოხისტურ სიტუაციას, სადაც მისთვის აქ ბედნიერება არ არის, შერყეულია მისი სტაბილურობა ყველანაირად, მარტოსულია. მაგრამ შვილის გამო, რაღაც ფასეულობების გამო, არ ვიცი რის გამო, ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან. წარსულზე მის ოჯახზეა საუბარი. აი ეს დარჩა სათქმელი. კაი, თქვენთან მიმართებაში, აი რას გეტყოდათ ის? ანუ დიდი დაბრკოლება აქვს, ან შვილის, ან ოჯახის სახით. რას გეტყოდათ ის? სინამდვილეში. რატო წავიდა ასე? ხო, თქვათ. რას გეტყოდათ? რომ ჯერ არ უნდა თქვენთან ურთიერთობის დამთავრება, რა თქმა უნდა, დარჩა კიდე ბევრი, დარჩა ჯერ კიდე ძალიან ბევრი და აქ ამოდის ადამიანი, მამაკაცი, რომელიც აპირებს თქვენთან მოსვლას, აპირებს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას, ოღონდ ძალიან დიდი კონფლიქტური სიტუაცია აქვს მას. ეხლა აქ ძალიან დიდი კონფლიქტი. აი ნახეთ, ფიქრობს, რა ქნას, რა მოიმოქმედოს, როგორ მოვიდეს, იმიტომ რომ მაინც დარჩენილი აქვს სიტუაცია, თქვენთან მოსასვლელი რაღაცა, მაგრამ ეხლა დაბრკოლება აქვს და უშლის ხელს ის კონფლიქტი, რაშიც ის ანუ არის, ამ წუთას არის ამ კონფლიქტში, მაგრამ აპირებს მოვა აუცილებლად. მოკლედ, პირველთან დავამთავრე, მაინც დაელოდეთ რაღაც ძალიან ისეთ სიტუაციაა რა პირველთან. და გავაგრძელებ მეორესთან. ვინც მეორე პოზიცია ჩაიფიქრა, ეს იყო ვარდისფერი კვარცი, აი, სიყვარულის ქვა გულწრფელი. რა დარჩა მას თქვენთან სათქმელი, რას გეტყოდათ ის? ой, ამოვარდა. რა დიდი ხანია ფიქრობს თქვენზე, ანუ რა დარჩა მას სათქმელი? რატომ წავიდა ასე? დიდი ისაა დანაკარგი რაღაცა ფინანსური, მატერიალური, ავანტყოფური, რესურს გამოცლილი, ძალიან დიდი დაბრკოლება, მოწინააღმდეგე, კონკურენტი, განულებული, თავი აქ, თავი ტკივა.
აი თავი აქ ისა ატკიებული ისეთ პრობლემებშია. ეს ენერგიებია. თუ არის ესეთი ადამიანი არ ვიცი. რას არ გიმხელდათ თქვენ? რა დაგიმალათ, რო წავიდა? რა არ გითხრათ? რა დარჩა სათქმელი? რა არ გაგიმხილათ? ნუ არ გაგიმხილათ პირველ რიგში ის, რომ გრძნობითაა თქვენს მიმართ სავსე. თქვენ იყავით მისთვის მზე. მზე პირდაპირი გაგებით, ათბობდით. მის სიცივეს, მის ჩაკეტილობას, მის განდეგილობას თქვენთან დიდი გრძნობით, დიდი სიყვარულით ღებულობდა და ხდებოდა კაცი, იმპერატორი. აი ეს არ გაგიმხილოთ, რომ თქვენ ერთადერთი ხართ. როგორც კი წამოვიდა და თქვენთან ურთიერთობა დაასრულა, მის პატივმოყვარეობაზე მოქმედებს ეხა ხო არ გეტყვით, რომ თქვენ იყავით მისთვის ამომავალი მზე. მზე ადამიანი, რომელიც ათბობდით და მისთვის იყავით ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ აძლევდით მას იმ კაცობას, რაც მას არ ჰქონდა. და როგორც კი დაამთავრა ურთიერთობა, ეს არ გითხრათ, იმიტომ რომ პატივმოყვარეა, ჩანს აგერ. გაცივდა ავათარის და ძალიან დაცლილია ემოციებისგან. მაშინ რახან მზე იყავით თქვენ მისთვის, აქ ეგოც არის ჩართული, რაღაც ეგოისტიცაა, მაგრამ მაინც ვკითხოთ, თუ მოვა ეს ადამიანი, თუ გამოჩნდება. მეორე პოზიცია ვინ ჩაიფიქრე? თუ მოვა ეს ადამიანი, თუ გამოჩნდება. წარსულის პრობლემებს მოაგვარებს თუ არა აპირებს თქვენთან მოსვლას. ანუ ყველაფერი უნდა თავიდან დაიწყოს, რაღაც სიტუაცია აქ ამასაც წარსულში, აი რო იტყვიან დიდი საქმეები აქ დაგროვილი, დიდი ტვირთი აქ ზურგზე მოკიდებული, ეს ეხება მის საქმიან ფინანსურ ბიზნესს, არ ვიცი. რა სიტუაციას, მაგრამ იყურება თქვენსკენ ამბის გაგებით, ანუ უნდა რომ ყველაფერი ეს მოაგვაროს და მხოლოდ შემდეგ უკვე თავიდან დაიწყოს თქვენთან ისე ურთიერთობა და ნახოთ თუ ნამდვილად მოვა ეს ადამიანი, ვინც მეორე პოზიცია ჩაიფიქრა თქვენთან ამ უახლოეს პერიოდში, თუ ნამდვილად მოვა. 8 დღის შემდეგ. მაქსიმუმ 1 თვე, 1 თვე ძალიან დიდია, 2 კვირაში შეიძლება გამოჩნდეს განახლებული სიტუაცია, ანუ მოენატრება თქვენი ზრუნვა, მოენატრება თქვენი სიყვარული, თქვენი გამომცხვარი ორცხობილები, უხეშად რო ვთქვა თუ ლამაზად, არ ვიცი, კვებავდით კიდევაც კარგად, როგორც ჩანს აგერ. გარდა იმისა, რომ ეფერებოდით და ზრუნავდით, კარგი საჭმელთაც კვებავდით და ეს ყველაფერი მოაკლდა, მუშაობს. პრინციპულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაღაცა უნდა მოიცილოს, არ ვიცი რა, ან ვინ ყავს მოსაცილებელი. იმედიანად იყურება, აუცილებლად იმედის კარტია და მოვა, იმიტომ რომ თქვენ ერთადერთი ზრუნავდით მას. ანუ დედაც იყავი, პარტნიორიც იყავი, საყვარელიც იყავი, ყველაფერი, მეგობარიც იყავი, გულთამხილველიც იყავი, ანუ ყველაფერი იყავი შენ მისთვის და ეხა ძალიან ჩაკეტილია, განდეგილივით არის, მაგრამ გრძნობა აქვს და ელოდა. ანუ დაახლოებით 1 თვე არის ყველაზე დიდი ვადა, შეიძლება 2 კვირაშიც გამოჩნდეს, იმიტომ რომ ძალიან დააკლდა თქვენი ქალური მზრუნველობა. მეორესთან უფრო ისეთი ვარიანტია, ეხა ისედაც სამყარო განიცდის განახლებას, უკვე თებერვლიდან სხვა ენერგიები შემოდის, უფრო ახალი, უფრო მაღალი. ამიტომ გავაჟღეროთ ადლიერება, სიყვარული გავუშვათ და ვაკეთოთ სიკეთე. აბა თქვენ იცით. დროებით